ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ წლის საუკეთესო შოუ დაღიარეს გამოკითხვა ჟურნალმა თბილისელებმა ჩაატარა. წლის შოუ კი ჟურნალის გამოკითხულმა რესპონდენტებმა გამოავლინეს. ეს რუბრიკა თბილისელებს პირველად დაემატა უშუალო თბილი და შინაური ნანუკა შოუმ წარმატების მოპოვება ჟურნალში სწორედ ამ კრიტერიუმებით მოახერხა. რას ფიქრობენ მასზე და როგორ ხსნის წარმატებას თავად ნანუკა ჟორჟოლიანი, ნახეთ სოფო ხუციშვილის სიუჟეტში. რამდენჯერ უყვარდა გათო ეუგენიძეს? გადაცემა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. სპეციალურად ნანუკა შოუსათვის შექმნილი ახალი რუბრიკა და მოპოვებული წლის შოუ სტატუსი. გადაცემა, რომელსაც ეთერში მოღვაწეობის ყველაზე მცირე სტაჟი აქვს, ჟურნალ თბილისელების გამარჯვებული გახდა. თბილისელებმა რუბრიკა წლის შოუში გამარჯვებული დეკემბრისთვის რესპონდენტების გამოკითხვის შედეგად გამოავლინა. პირველად გავაკეთეთ ეს რუბრიკა, რუბრიკა ამ სახელწოდებით წლის შოუ, ვინაიდან და რადგანაც შარშან არ იყო, შოუების მრავალფეროვნება და არ იყო ეს არჩევანის მრავალფეროვნება, გაგვიჭირდებოდა, რა თქმა უნდა, წლის შოუს დასახელება. ყველაზე თბილი, უშუალო და შინაური ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს წარმატების ფორმულა ჟურნალ თბილისელებისათვის სწორედ გადაცემის ეს სამი მთავარი პრინციპი გახდა. ეს არის გადაცემა, სადაც ფიქრობ, რომ ის სტუმრები, რომლებიც ნანუკასთან მიდიან, შენ სახლში მოდიან სტუმრად, შენ იღებ, შენ ეჭორავები. ყველაზე მთავარი ამ გადაცემის წარმატების თუ არის ეს გადაცემა რაღაც პროცენტულად მაინც წარმატებული, განაპირობებს ის, რომ ამ გადაცემაზე ადამიანები არ მუშაობენ, ამ გადაცემაზე მუშაობს გუნდი. ჩაწერილი 10 გადაცემა და ეთერში გასვლის პირველივე დღიდან ტოპ 5-ეულის ლიდერი. წარმატებული გადაცემის ავტორი მიიჩნევს, რომ პოპულარობის მთავარი რეცეპტი საკმაოდ მცირე პერიოდში მოპოვებული მაყურებლის ნდობა და სიყვარულია. ადამიანები საღამოს პლედს იფარებენ, ჯდებიან ტელევიზორთან, სხდებიან და უყურებენ გადაცემას, სადაც არ იძაბებიან. სადაც აი უბრალოდ უყურებენ ეს გაღიმებული სახებით, ალბათ ამან. პირველი და ბოლო ღილი კი კეკულსა და აქვს შეხსნილი. ჟურნალი თბილისელების ყურადღება ტელეიმედის კიდევ ერთმა სახემ მიიქცია. ჟურნალის დაინტერესების საგანი არა შოუ, არამედ თავად წამყვანი გახდა. გადაცემა ღამეს შორენასთან წამყვანმა თბილისელები მარტო ხელა, მაგრამ ძლიერი ქალის სტატუსით მოხიბლა. ქალიშვილობის ცნება საერთოდ არ არსებობს. წლის შოუს რუბრიკა ჟურნალ თბილისელებში ყოველი წლის ბოლო გამოცემაში დაემატება. 2009 წლის და თან პირველი გამარჯვებულის სახელი უკვე ცნობილია. ვინ იქნება მომავალი ვებქვის წლის გამარჯვებული, ამას უკვე მთელი წლის რეიტინგი და მაყურებლის სიმპათია განსაზღვრავს.